საქართველოში სირიელი მებრძოლების სასწავლო ცენტრის განთავსებას შეერთებული შტატებიდან გაეროში ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილმა ფორინ პოლისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარი უწოდა. ამერიკულმა გამოცემამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დედაყრდნობით მასალა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით საქართველოს პარტნიორებს საწვრთნელი ბანაკების მოსამზადებლად საკუთარ ტერიტორიას სთავაზობს. ამ თემაზე შეფასებები დღეს თბილისშიც გაკეთდა. ნატა ქაჯაია განაგრძობს თემას. ნატა, რა გამოხმაურებები მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას? ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსებას გამორიცხავს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ISIS-ის ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის იქნება და არა სამხედრო. მე ვუარყოფ აღნიშნულ ინფორმაციას. ჩვენთან არ იგეგმება არავითარი ტრენინგ ცენტრის შექმნა ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის მცდარი ინფორმაცია. და მე მინდა მოგიწოდოთ ჟურნალისტებს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ აღნიშნული ინფორმაციის დისტრიბუციას. მე გეტყვით, რომ საქართველოს მონაწილეობა ამ კოალიციაში იქნება სიმბოლურად წარმოდგენილი. ძირითადად ჩვენ შევთანხმდით იმაზე უსაფრთხოების საბჭოზე, რომ საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს და ჰუმანიტარული დახმარების ასე ვთქვათ კონტრიბუცია შეიტანს ამ კოალიციაში. ამ თემას გამოეხმაურნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის შეერთებული შტატები და ნატო სტრატეგიული პარტნიორები არიან და შესაბამისად მათთან ერთად ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ანტიტერორისტულ ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთში და ერაყში. თუმცა სირიელი მეამბოხეების გადამზადების საკითხზე ვიქტორ დოლიძის განცხადებით საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია. ჩვენ დღეს დავსვით კითხვა, რა მოხდა რეალურად, რატომ გაავრცელა ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ ეს ინფორმაცია და უნდა დადგეს თუ არა ამერიკაში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის გამოწვევის საკითხი, რაზეც პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ არა, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. არავითარი საფუძველი არ არსებობს ამ ტიპის ღონისძიებების ხორცელდება საქართველოში. შეეშალა ელჩს, უნდა დადგეს გამოწვევა თუ არა ამერიკაში. არ მიმაჩნია. საქართველოს სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიმაჩნია, რომ ეს მithumetes როგორც ჩანს, მე მოვისმინე ელჩის კომენტარები და მამ კარგად თქვა, რომ მას ამ ტიპის განცხადება გაუკეთებია. რაც შეეხება ეგრეთ წოდებული ISIS-ის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციას, საქართველოს ჯერჯერობით ამ ოპერაციაში არ მონაწილეობს და თუ რა სახით ჰუმანიტარული იქნება სამხედრო თუ სხვა თვალსაზრისით თუ კი გადაწყდება მონაწილეობა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ესეც ბუნებრივია ეცნობება ჩვენ საზოგადოებას. ჟურნალისტის კვალიფიკაცია თუ ელჩის შეცდომა. ეს ალბათ მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელისუფლება არაკოორდინირებულად მუშაობს. მათ უყვართ, რატომ გააკეთეს სხვადასხვა შინაარსის განცხადებები ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტრომ გავრცელებული ინფორმაცია გადაჭრით არ უარყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ჰუმანიტარული ხასიათის მონაწილეობა განიხილება, ხოლო საწვრთნელი ცენტრის გახსნა კატეგორიულად უარყო პრემიერთან არსებულმა კრიზისების და უსაფრთხოების საბჭომ. ასეთი ინფორმაციის გაჟონვა, როგორც ასეთი არ ხდება და არ უნდა ხდებოდეს. ერთია, რომ ისეთი პრენომერებული საინფორმაციო საშუალება აღწელებს ამ ინფორმაციას, მას სავარაუდოდ ამის საფუძველიც გააჩნდა. ელჩის მიერ მიღებული დასტური არის ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადება. სხვა საკითხია, რომ არ არსებობს კოორდინაცია თვითონ ელჩსა და სამინისტროს შორის, იმიტომ რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გაავრცელა, ისევე როგორც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოზიცია, ნუდეს თუ იყო თავდაცვის ინიციატივა, მაშინ შესაბამისად არ იყო შეთანხმებული თავრობის საერთო პოზიციასთან. სირიის საკითხზე ეს ჩვენთვის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი, თუ აქედან სახელმწიფო მიიღო შესაბამისი დივიდენდები. იქნება ეს შეიარაღების საკითხი თუ ნატოსთან დაახლოების მხრივ. მაგრამ იმ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, მე წარმოუდგენლად მიმაჩნია მსგავსი ტრეინინგის იქნება თუ ოპერაციის განხორციელება. ამერიკულმა გავლენიანმა გამოცემამ ფორინ პოლისმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც საქართველოს მზადაა საკუთარი ტერიტორია დაუთმოს ამერიკას, რათა მოხდეს სირიელი მებრძოლების გადამზადება. მასალის ავტორის თქმით, ეს ინფორმაცია დაადასტურა შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. ჩვენ ამ თემაზე ვაგრძელებთ მუშაობას და დეტალები უკვე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში. მადლობთ, თემის დეტალებით ნატა ქაჯაია საუბრობდა.